თუ გეტყვი რომ იყო პრეზიდენტი, რომელმაც თეთრ სახლში სპაიდერმენის კომიქსები შეინახა, რომელსაც ემინემის ტექსტები ზეპირად ახსოვდა და რომელმაც NASA-ს მარსის პროექტი დააფინანსა, ალბათ მიხვდები რომ ვიღაც ჩაუბრალ პოლიტიკოსი არ ვლაპარაკობთ. ეს არის ბარაკ ობამა, ადამიანი, რომელმაც პოლიტიკას სხვა სტილი მისცა. ვინ არის ბარაკ ობამა? ბარაკ ობამა იყო ამერიკის 54-ე პრეზიდენტი. სენატორიდან პრეზიდენტობამდე გზა გაიარა, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ის ყოველთვის გამოირჩეოდა არა მხოლოდ კარიერით, არამედ პიროვნებითაც. ბარაკ ობამას ბავშვობა. ბარაკ ობამა დაიბადა 1961 წელს ჰონოლულუში, ჰავაიზე. ბავშვობა სხვადასხვა კულტურის ქალაქებში გაატარა. ჰონოლულუ მშობლიური ქალაქი და ინდონეზია მეორე სწავლო წელი იქ გაატარა. ადრეულ ასაკში შეამჩნია, რომ განსხვავებულ გარემოში სწავლა და მეგობრობის ყოლა რთული იყო. დედის დამსახურებით იყო მკითხველი და ცნობისმოყვარე, რაც მისი შემდგომი გონებრივი განვითარების საფუძველი გახდა. ბავშვობის შემდეგ ობამა ჰონოლულუს უნახუს სკოლაში ჩაირიცხა, ერთ-ერთ პრესტიჟულ კერძო სკოლაში ჰავაიზე. მოზარდობაში უკვე ჩანდა მისი ცნობისმოყვარეობა და განსაკუთრებული გონებრივი განვითარება. უყვარდა კითხვა, განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა ისტორიასა და პოლიტიკაზე. ამ პერიოდში მან დაიწყო დაინტერესება სოციალურ საკითხებში, რასობრივი და სოციალური უთანასწორობის პრობლემებით. პატარა ბარაკი ხშირად ეკითხებოდა მასწავლებლებს, თუ როგორ შეიძლებოდა რეალურად ცვლილებების შეტანა საზოგადოებაში. ფიზიკურ აქტივობებს შორის მას განსაკუთრებულად უყვარდა კალათბურთი, რომელიც მას ასწავლიდა მეგობრობას, დისციპლინას და მოთმინებას. ამ დროს ობამა ხდებოდა უფრო დამოუკიდებელი და ცდილობდა საკუთარი აზრის გამოხატვას. სხვადასხვა კულტურისა და იდეების ახმაკი მას უნიკალურ პერსპექტივას აძლევდა, რაც მოგვიანებით მის ლიდერულ თვისებებში ჩანს. სკოლის დასრულების შემდეგ ბარაკ ობამა არ იყო უბრალოდ ახალგაზრდა. ის გახდა ადამიანი, რომელსაც რეალური ცვლილებების შეტანა სურდა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, განსაკუთრებით კოლუმბია უნივერსიტეტში, სადაც პოლიტიკურ მეცნიერებას სწავლობდა, მისი ინტერესი გაიზარდა მოქმედებაში. აქტიურად კითხულობდა სამოქალაქო უფლებებს და აკვირდებოდა, როგორ მოქმედებდა პოლიტიკა ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მისი კარიერის დასაწყისი იყო. 1985 წელს 24 წლის ასაკში ობამა გადავიდა ჩიკაგოში და დაიწყო მუშაობა. ის ეხმარებოდა ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემების მოგვარებაში. ის მუშაობდა ღარიბ უბნებში, რაც ხალხს აწუხებდა. სამუშაოს ნაკლებობა, განათლების პრობლემა, რასობრივი დისკრიმინაცია, უსამართლობა კანონში. მის მოლება იყო ხალხის გაერთიანება. მას უნდა ესწავლებინა როგორ ებრძოლოთ საკუთარი უფლებებისთვის, მშვიდობიანი, მაგრამ ძლიერი გზით. ამ დროს ჩამოყალიბდა მისი მთავარი იდეა: ცვლილება იწყება ჩვეულებრივი ადამიანებით, ვინც ერთად გება. სწორედ ამიტომ ობამას კამპანიები მოგვიანებით ყოველთვის იყო ხალხთან ძალიან ახლოს. 2008 წლის კამპანია როგორ მოიპოვა ხალხის ნდობა. 2008 წელს ბარაკ ობამამ თქვა, რუა ქვეყანა შეიცვალოს და აი ასე დაიწყო მისი საპრეზიდენტო კამპანია, რომელიც ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და დასამასურებელი გახდა. მისი კამპანია იყო განსხვავებული, რადგან არ აშინებდა ხალხს, არ იყენდა ზემოთ ოფიციალურ ენას, ეყრდნობა ახალგაზრდებს, ინტერნეტს და უბრალო ადამიანების ისტორიებს. აჩვენებდა, რომ პრეზიდენტი შეიძლება იყოს ჭკვიანი, ძლიერი და თან ადამიანური. მისი მთავარი სლოგანი იყო Yes we can, ანუ დიახ ჩვენ შეგვიძლია. ასევე მან ერთხელ თქვა, ცვლილება არ მოვა თუ სხვას დაველოდებით, თან უკეთეს დროს. ჩვენად ის ადამიანების ვცეოდით. ჩვენად ცვლილება, რომელიც უნდა შემოვიტანოთ. ამ გამოსვლებამ მას მისცა ძალა, რომ ხალხი დაერწმუნებინა, გაერთიანებია და საბოლოოდ ის გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. პრეზიდენტობა. 2009 წელს ბარაკ ობამა ოფიციალურად გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ის იყო პირველი პრეზიდენტი, რომელმაც მართვის ახალგაზრდულ ენერგიას და თანამედროვე მიდგომებს გაუსვა ხაზი. აქტიურად იყენებდა სოციალურ ქსელებს. პირდაპირ ელაპარაკებდა ხალხს და არ ეშინოდა თავისი ადამიანური მხარე ეჩვენებინა. პრეზიდენტობის დროს მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები იყო კანონი, რომელმაც მილიონობით ამერიკელს მისცა იაფი და ხელმისაწვდომი სამედიცინო დაზღვევა. ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ქვეყნის აღდგენა. 2008 წელს მძიმე ფინანსური პერიოდის შემდეგ მან დაიწყო ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკის გაჯანსაღება. ასევე ის აქტიურად იცავდა LGBT უფლებებს. ბარაკ ობამას ცხოვრება არ არის მხოლოდ ამბავი ჰონოლულუს ბიჭიდან პრეზიდენტობამდე. ეს არის ისტორია, როგორ შეიძლება ცვლილება დაიწყოს ჩვეულებრივი ადამიანებით, რომლებიც რჩებიან ერთგულების, საკუთარი იდეების, საკუთარი ხალხის და საკუთარი საზოგადოების. ის ყოველდღე იწყებდა დღის წესრიგს. 7:30-დან 7 საათამდე კალათბურთთან სირბილით იყო დაკავებული. კითხულობდა ისტორიულ და თანამედროვე თემებს და წიგნებს, რაც მას შემდგომში აძლევდა ენერგიას. ასევე აღიარებულია ისიც, რომ რთული გაწყვეტილების წინ პატარა ნოტებს წერდა, პირადი მინიშნებებით, რომლებიც მას ეხმარებოდა ყველაზე რთულ მომენტებში. პრესკონფერენციები იყო მისი სივრცე, რომ დაეთქესებინა პოლიტიკა შეიძლება იყოს არა მხოლოდ კანონი, არამედ დიალოგი, ადამიანებთან კავშირი და ნდობა. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე მან თქვა, ჩვენ არ შეგვიძლია პრობლემების გადადება. დღეს ჩვენ გავუწყოთ, რაც უკეთესი იქნება ხალისათვის. მაგრამ საინტერესო ფაქტია, რომ ობამას პრეზიდენტობის დროს ის გახდა ინოვატორი სოციალურ ქსელების გამოყენებაში. პირველად ამერიკის პრეზიდენტმა პირდაპირ მესეჯები Facebook-ზე, Twitter-ზე და YouTube-ზე უზავნა ხალხს, ახალგაზრდა თაობის ჩართულობისთვის. ეს აჩვენებს, რომ ლიდერობა ეხება არა მხოლოდ ძალაუფლებას, არამედ მხოლოდ ხალხთან ყოფნას. და ბოლოს მისი მთავარი გზავნილი ყველასთვის. ჩვენ ყველა შეგვიძლია ცვლილება ყოველდღიურ ქმედებაში, საკუთარ საზოგადოებაში და ჩვენს შემოქმედებაში. ეს არის ბარაკ ობამას ცხოვრების, მისი პრეზიდენტობის და მისი დასრულების მთავარი ტონი. მინდა მადლობა გადაგიხოთ ვიდეოს ბოლომდე ყურებისთვის, თქო რა იქნება გამოიწვიოთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო. ასე გავაგრძელებთ სისტემატურად ვიდეოების გადაღებას, ამიტომაც თხოვნა იქნება დაწეროთ კომენტარებში თუ რა თემაზე გსურთ შემდეგი ვიდეო. დროებით მოვალ შეხვედრამდე.